დღეს განვიხილავთ რამდენიმე შაბლონურ სტრუქტურას, რომელსაც ახასიათებს რეზონანსი. პირველი შაბლონური სტრუქტურა უკვე განხილული გვაქვს წინა ვიდეოში, ეს არის მეზობლად მყოფი თავისუფალი ელექტრონების წყვილი და ორმაგი ბმა. ამ შემთხვევაში თავისუფალი ელექტრონების წყვილს შეუძლია გადასვლა ამ ორ ატომს შორის, ანუ ამ ორ ნახშირბადს შორის. ამ ნახშირბადს 5 ბმა გამოსდის, ამიტომ უნდა დაკარგოს ერთ-ერთი ბმა. კერძოდ ორმაგი ბმის π ბმა, რომელიც გადავა ჟანგბადზე. შედეგად ვიღებთ მეორე რეზონანსის სტრუქტურას, სადაც გვაქვს ციკლოჰექსანის ციკლი, მაგრამ ამჯერად აქ ორმაგი ბმა გვაქვს, ან ფაქტობრივად ციკლოჰექსენი გამოდის. რაც შეეხება ამ ჟანგბადს, იგი ერთმაგი ბმით არის უკვე ნახშირბადთან დაკავშირებული და აქვს 3 თავისუფალი ელექტრონების წყვილი და ასევე -1 ფორმალური მუხტი. დავხატავ ფრჩხილებს, რომ ვაჩვენო ესენი რეზონანსის სტრუქტურებია. და მოდი ახლა გავაანალიზოთ ცალკეული სტრუქტურები. ვიცით რომ ჟანგბადი უფრო ელექტროყოფითია, ვიდრე ნახშირბადი, შესაბამისად ელექტრონებს თავისკენ გაჩავს და უარყოფით მუხტს უკეთ დაასტაბილურებს. ანუ, როდესაც რეზონანსის ჰიბრიდს ვიღებთ ამ ორი სტრუქტურით, რეზონანსის ჰიბრიდი უფრო იქნება ამ სტრუქტურის მსგავსი, რადგან ელექტრონებს უკეთ გაჩავს თავისკენ ჟანგბადი. ანუ, უფრო მეტი ხვედრითი წილი აქვს ჰიბრიდში. მოდი ახლა შემდეგი მაგალითი განვიხილოთ, რომელიც არის თავისუფალი ელექტრონების წყვილი დადებითი მუხტის მეზობლად. მართალი გითხრათ, ეს პირველი შაბლონის მსგავსია, რადგან გვაქვს თავისუფალი ელექტრონების წყვილი და ასევე ორმაგი ბმა მეზობლად. მოდი ვნახოთ რა მოხდება. პირველ რიგში უნდა გადავანაცვლოთ თავისუფალი ელექტრონების წყვილი სადმე იყოს მაგალითად ამ ბმაზე, რათა შექმნათ ორმაგი ბმა. ახლა აზოტს ექნება 5 ბმა, ანუ 10 ელექტრონი, რაც აჭარბებს 8 ელექტრონს, აზოტს 8 ელექტრონის მეტი არ შეუძლია ჰქონდეს სავალენტო შრეზე, რადგან მეორე პერიოდშია და არ აქვს d ორბიტალი. შესაბამისად, უნდა დაკარგოს ამ ორმაგი ბმის ერთ-ერთი π ბმა, უბრალოდ ერთი π ბმა და მეორე სიგმა ბმა, რა თქმა უნდა, დაკარგავს π ბმას და გადავა ეს ჟანგბადზე. შედეგად კი ვიღებთ მეორე რეზონანსის სტრუქტურას, სადაც გვაქვს აზოტი ორმაგი ბმით დაკავშირებული ამ ჟანგბადთან და ერთმაგი ბმით დაკავშირებული ამ ჟანგბადთან. ჟანგბადს ექნება უარყოფითი ფორმალური მუხტი, აზოტს ექნება დადებითი ფორმალური მუხტი და ასე ფრჩხილებში ჩავსვამ, რომ ვაჩვენო, რომ ესენი რეზონანსის სტრუქტურებია. თუ დავაკვირდებით მუხტს, გვაქვს ერთი დადებითი მუხტი, ერთი უარყოფითი მუხტი, ანუ ესენი ერთმანეთს აბათილებენ, ანუ ნეიტრალური მოლეკულა გვაქვს. და რეზონანსის ჰიბრიდი ამათი შუალედი იქნება, რადგან მხოლოდ ჟანგბადებს შორის ვანაწილებთ მუხტს, ანუ გვაქვს ჟანგბადებს შორის დელოკალიზებული უარყოფითი მუხტი. მოდი შემდეგი შაბლონი განვიხილოთ, რომელიც არის π ბმასთან, ანუ ორმაგ ბმასთან დადებითი მუხტი. მოდი დავხატავ ჯერ რა ბმები აქვს ყველა ნახშირბადს, ასე ცოტა რთული გასააზრებელია. რადგან დადებითი ფორმალური მუხტი აქვს, ლოგიკურად 3 ბმა უნდა გქონდეს, რადგან ზოგადად 4 ელექტრონი აქვს სავალენტო შრეზე ნახშირბადს, 4-ს -3 კი +1-ია. რადგან 3 ბმა უნდა გქონდეს, გამოდის, რომ 2 წყალბადი უნდა მივუხატოთ. რაც შეეხება ამ ნახშირბადს, მას აქვს 1, 2, 3 ბმა, ანუ მეოთხე ბმა იქნება წყალბადი. რაც შეეხება ამ ნახშირბადს, უკვე 2 ბმა მიხატულია, ანუ 2 წყალბადი უნდა მივუხატოთ. მოდი ახლა დავაკვირდეთ, თუ რა შეიძლება მოხდეს აქ. დადებით მუხტს ვერ გადავაადგილებთ, მაგრამ გადავაადგილებთ ელექტრონებს და ამით ფაქტობრივად გამოდის, რომ დადებითი მუხტიც გადაინაცვლებს. ანუ π ელექტრონები გადავლენ აქ და მივიღებთ მეორე რეზონანსის სტრუქტურას, რომელშიც აქ გვაქვს ერთმაგი ბმა, აქ კი გვაქვს ორმაგი ბმა. ამ შემთხვევაში უკვე ამას ექნება დადებითი ფორმალური მუხტი, რადგან 2 წყალბადი აქვს, ანუ 3 ბმა ჯამში, ამას კიდევ 1 წყალბადი აქვს, ამას კი 2 წყალბადი. დავუწერ ფრჩხილებს და მოდი გავაანალიზოთ მისი ჰიბრიდი. მისი ჰიბრიდი იქნება დაახლოებით ასეთი სტრუქტურის, მოდი დაგიხატავთ. ვიცით რომ აქ გვაქვს თითო ბმა აუცილებლად და ასევე გვექნება ნაწილობრივი ბმა და დელოკალიზებული დადებითი მუხტი. და რადგან გვაქვს დელოკალიზებული დადებითი მუხტი, ეს კარბოკატიონი შედარებით უფრო სტაბილურია, ვიდრე სხვა კარბოკატიონები. იგი უფრო სტაბილურია, ვიდრე მესამეული კარბოკატიონიც, თუ არ ვწდები. და მოდი ახლა გადავიდეთ საბოლოო შაბლონზე, რომელიც არის ორმაგი ბმით დაკავშირებული მაღალი ელექტროყოფითობის მქონე ატომი.
ამ შემთხვევაში უბრალოდ გადავიტანთ თავისუფალი ელექტრონების წყვილს ჟანგბადზე და всё, ეგ არის მეტი არაფერი. გვაქვს ისევ ეს ბები, გვაქვს აქ ერთმა გიბმა ჟანგბადთან, ჟანგბადს აქვს უარყოფითი ფორმალური მუხტი, ხოლო რადგან ნახშირბადმა დაკარგა ბმა, მას ექნება დადებითი ფორმალური მუხტი. დავუწერ რეზონანსის ფრჩხილებს და მოდი ახლა ჰიბრიდი გავაანალიზოთ. ვიცით რომ ამ სტრუქტურას აქვს დადებითი და უარყოფითი მუხტი, ანუ ესეც ნეიტრალურია, არ დაგვიკარგავს და არ მოგვიმატებია მუხტი, მაგრამ მუხტი განვაცალკევით. ზოგადად რეზონანსის სტრუქტურა უფრო არასტაბილური ხდება თუ ვაცალკევებთ მუხტს. ამ შემთხვევაში ნეიტრალური გვაქვს ყველა ატომი, ამიტომ ეს უფრო სტაბილური გამოდის. ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ ჟანგბადი უფრო ელექტროარყოფითია და თავისკენ უკეთ გაჩავს ელექტრონებს. მაგრამ ეს რეზონანსის სტრუქტურა უფრო კარგად გვაჩვენებს, რომ ჟანგბადი არის ელექტროარყოფითი და კარგად იზიდავს ელექტრონებს. მეც არაფერს მართალი გითხრათ. უბრალოდ რო დავუხატოთ, რომ ამ ნახშირბადს აქვს ნაწილობრივ დადებითი მუხტი, ხოლო ამ ჟანგბადს ნაწილობრივ უარყოფითი მუხტი, მეტნაკლებად იგივე ინფორმაციას მოგცემდა, მაგრამ ზოგადად კარგია რომ ვიცოდეთ, რომ ეს შეუძლია ჟანგბადს გააკეთოს, ანუ ელექტრონები ასე მიიზიდოს.